მოქალაქეთა ეკუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი, სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 12 მილიონ ლარზე და ასობით დაზარალებულ მოქალაქეზე. არ არის გამორიცხული გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობაც კიდევ უფრო გაიზარდოს. დანაშაულებრივი სქემა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ გაშიფრეს. დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი. 12 მილიონი ზარალი და 600-მდე დაზარალებული სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი და კომპანიის დირექტორი ბრალდებულის სტატუსით. დროებითი მოთავსების იზოლატორშია გივი წულეისკირი. ის თბილისში დააკავეს მისი პარტნიორი და კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე სავარაუდოდ ქვეყნიდან გაიქცა. პროკურატურა მურუსიძეზე ძებნის გამოცხადებისთვის ემზადება. საგანგებო ბრიფინგზე მთავარ საგამოძიებო უწყებაში თაღლითური სქემის დეტალები განმარტეს. ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ წულეისკირი და მურუსიძე მოქალაქეებს ფულს არ იცხინებდნენ, მათ ვინც სფერო ჰოლდინგს ენდო საბოლოოდ ნაქირავები ბინაც დააცლევინეს და წლობით ნაგროვები თანხაც არავინ დაუბრუნა. სფერო ჰოლდინგის საქმის გახსნიდან მალევე დაზარალებულები კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ. ამბები იდენტურია, მოქმედი პირები ბრალდებულები, იცვლება მხოლოდ თანხის ოდენობა. ჩადებული მქონდა თანხა, მიხდიდნენ პროცენტს, რომელსაც აღარ იხდიან უკვე რამდენიმე თვეა. შეპირებულები იყვნენ 30 სექტემბერს დააბრუნებდნენ თანხებს, რაც არ მომხდარა, ლარიც არ ჩაურიცხავთ არავისთვის, ხალხი დარჩა ქუჩაში. ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ პროკურატურას. მადლობა მინდა მთავრობას გადაუხადო და ვთხოვთ თითოეული დაზარალების სახელით ამ საქმეში დიდი ჩართულობა, რათა მოხერხდეს თითოეული მათი ქონების და გრიგოლეთში და გონიოში დაწყებული, თაღლითურა თუ ასე შემდეგ კორპუსების გასხვისება, დასრულება და თითოეული დაზარალებულის თანხის დაბრუნება. დაკავებული გივი წულეისკირი და ძებნელი გიორგი მურუსიძე თაღლითობას და დანაშაულის წინასწარ განზრახვას არ ეთანხმებიან. ადვოკატები ამბობენ, რომ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი და დირექტორი დაზარალებულთა წინაშე ვალდებულებას აღიარებენ. ცდილობდა, რომ მოეზიდა რამე თანხები და ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. მოგეხსენებათ 600-მდე დაზარალებულია. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ პასუხისმგებლობას დაზარალებულების წინაშე რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხები ამ ვალდებულებას აღიარებს. გიორგი მურუსიძის და სხვა პირთა გარეთ ყოფნა ერთადერთი ალტერნატივაა იმის, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს. გენერალურ პროკურატურაში დაანონსეს ძიება არ დასრულებულა და სავარაუდოდ ზიანის ოდენობა და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება. მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარე გირაოთი თავისუფლებას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სფერო ჰოლდინგის ხელმძღვანელებს 9 წლამდე პატიმრობა ელით.